დიაბეტური რეტინოპათია არის დაავადება, რომელიც გამოვლინდება დიაბეტის მქონე პაციენტებში და ახასიათებს ხედობის სიმახვილის მკვეთრი დაქვეითება. Პოტენციურად კურნალობის გარეშე სრული სიბმავის მიზეზი შეიძლება გახდეს. არსებობს დიაბეტური რეტინოპათიის ორი ძირითადი ფორმა, ეს პირველი ადრეულ სტადიაზე, რომელიც გამოვლინდება, ეს არის არაპროლიფერაციული ფორმა. არაპროლიფერაციული ფორმის დროს ხდება თვალის შიგნით არსებული ნერვული ქსოვილის, იგივე ბადურა გარსის შეშუპება. ბადურა გარსზე ჩნდება მცირე ზომის სისხლჩაქცევები და ეგრეთ წოდებული მიკროანევრიზმები, რასაც თან ახლავს ხედობის სიმახვილის მკვეთრი დაქვეითება, გაბუნდოვნება და შესაძლოა გამოვლინდეს ხედობის ველში გარკვეული წერტილების და ლაქების გაჩენით. რაც შეეხება მეორე ფორმას, ამ დროს ხედობის სიმახვილი უკვე მნიშვნელოვნად ქვეითდება. მეორე ტიპის პროლიფერაციული ფორმის დროს შესაძლოა თავი იჩინოს თვალის შიგნით სისჩაქცევის არსებობამ. სისჩაქცევის მასშტაბიდან გამომდინარე ხედობის სიმახვილი ქვეითდება ან ნაწილობრივ ან სრულად. ადრეულ ეტაპზე დიაბეტური რეტინოპათია შესაძლოა სრულად უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს, თუმცა დროთა განმავლობაში თან ერთვის ხედობის სიმახვილის გაბუნდოვნება, ხედობის ველში გარკვეული წერტილების, ფრინავი წერტილების და ლაქების გაჩენა და უკვე მოგვიანებით ფაზაში თავს იჩენს ხედობის სიმახვილის მნიშვნელოვანი მკვეთრი დაქვეითება და შესაძლოა არა ნამკუნალები ფორმის დროს სახეზე ჰქონდეს სიბმავეც. პაციენტმა სპეციალისტს უნდა მიმართოს თავად დიაბეტის გამოვლენისთანავე. მნიშვნელოვანია სპეციალისტთან მოხდეს დროული ვიზიტის დაგეგმა, რათა გამოვლინდეს დიაბეტური რეტინოპათია და მოხდეს პრევენციული მკურნალობის ჩატარება. დიაბეტური რეტინოპათიის დიაგნოსტირება ხდება სხვადასხვა ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე. ძირითადი ყველაზე ინფორმატიულ კვლევას წარმოადგენს თვალის სკერის ბიომიკროსკოპია, რა დროსაც გამოვლინდება ის სპეციფიური დამახასიათებელი ცვლილებები, რაც კონკრეტულად დიაბეტურ რეტინოპათიას ახასიათებს, ეს არის მცირე ზომის სისჩაქცევების არსებობა, ეს არის შესაძლოა უკვე თვალშიგნით განვითარებული სისჩაქცევის არსებობა. დიაბეტურ რეტინოპათიის დროს ბადურის ზედაპირზე ასევე წარმოიქმნება ახალი ქსოვილი, ეგრეთ წოდებული ფიბროპროლიფერაციული მემბრანა, რაც ასევე მნიშვნელოვანია მოხდეს მისი დიაგნოსტირება და მისი აღმოჩენა, შემდგომ უკვე მკურნალობის სწორი სტრატეგიის შესარჩევად. დიაბეტური რეტინოპათიის გამოსავლენად ყველაზე ინფორმატიულ კვლევას წარმოადგენს ეგრეთ წოდებული თვალის სკერის ბიომიკროსკოპია, რა დროსაც საშუალება გვაქვს აღმოაჩინოთ ის სპეციფიური დამახასიათებელი ნიშნები, რაც დიაბეტურ რეტინოპათიას ახასიათებს. ნიუჰოსპიტალში არსებული დიაგნოსტიკური და სამკურნალო როგორც ტექნოლოგიური, ასევე ადამიანური რესურსები სრულფასოვნად ფარავს ამ დაავადების მართვის ყველა საჭიროებას. სკრინინგული კვლევებისას გამოვლენილი დიაბეტური რეტინოპათიის შემთხვევაში ექიმი ინდივიდუალურად შეარჩევს პაციენტისთვის საჭირო მკურნალობის სტრატეგიას, რაც შეიძლება იყოს ინტრავიტრიალური ინექცია, ბადურის ფოტოლაზერ კოაგულაცია, ქირურგიული ჩარევა ან უკვე მათი კომბინაციები.